One Piece-ის 1057 თავი გამოვიდა, ერთი რაც მოვხდა თვალში, ერთ ბავშვს რქები ჰქონდა. თქვა რომ ჩემი შვილები მკვდრები არიანო და რატომღაც მგონია რომ ჰაჯრუდინის და ლოკის და არის ნახევარ-და. ხო ხდები და მეფის შვილია დიდი ალბათობით. ან მაგაზე არ იყო მითითებული ვისი შვილია და რაღაც ანუ შვილი ეხლა დავფიქრდი. ლოკის ნახევარ-და თუა. ან ლოკის და ლოკის გადაეკეტება და გადაწყვეტს რომ ლაიქ ბავშვებს მართლა გაიტაცები და ლოკის გადასაშლელად ბავშვებს რომ ლაიქ ჩემი და გადავარჩინო და ჰაჯრუდინი და მთელი ფლოტი და თუ ლოკი გადაწყვეტს წაყვასას ანუ ლუფი ხო ისეთ წავიდა მაგრამ უფრო მეტი მიზეზი ლუფის რომ ლაიქ თორბასთან ომი დაიწყოს ბავშვებს გაიტაცებენ მეთქი მოახერხებენ ბავშვებს გადაწყვეტებას და მე მაგათ გადასაშლელად დაიწყებენ მეთქი ბრძოლას ჩარესკოთან მეგობრებთან და მთელი ფლოტთან ანუ სკაფერის რეაქცია კი ვნახეთ მაგრამ ანუ რატომღაც მინდა და მოველი რომ რაღაც ისეთი მომენტი იქნება როცა სკაფერს გადაეკეტება რა სკაფერი გაბრაზდება და რაღაც ლაიქ მაგის რეიჯ მომენტის ნახვა მინდა სიმართლე გითხრათ სკაფერი უფრო მაგარი იქნება თუ ჩემი თეორია გამართლდება და ის გოგო ლოკის დაიქნება ნახევარ და ლოკის და ჰაჯრუდინის იმიტომ ერთადერთი გიგანტი ვინც ნახსენები იყო რომ ენჩანტ გიგანტი და არაჩვეულებრივი გიგანტი არის ლოკი და მამამისი წინა თავზე არ გავაკეთე განხილვის ვიდეო და წინა თავშიც იყო ნახსენები რომ ანუ ის თეორია აშკარად გამართლდა რომ ლაიქ მამამისზე იყო ლოკის მამაზე თქვამი რომ ლაიქ თავის საქმე ვერ შეასრულაო რა აშკარად მართლა ბავშვების მიყიდვას აპირებდა ან რაღაც ეგეც აპირებდა ელბაფის გაერთიანება მომდომეთქი მსოფლიო მთავრობასთან ხო როგორც ეს ვარიანტია მართლა ან კიდე ერთ ვიტყვი ლოკი რო ნაჭამი იყო და გამსკდარი იყო ჭამისგან და ლუფი საყვარლობა იყო და გადაობა იყო და მაგარი და კიდე ერთი ყველაზე ძლიერი შიშები ამათი ბავშვების და უფროსებისაც რო იყო ის რომ ამათი ცოლები და დედები ან მაგათი მოგონებიდან შექმნილი მოსტრები ეგ გადაობა იყო ლაიქ და ეს გიგანტი მებრძოლები რო ეძახი რომ ამათ ჩვენც ვერ მოვერებდა თავიანთ ცოლებს რომ ლაიქ ეშინიათ ნაის One Piece 1051 თავი წავიკითხე ამ მომენტში. Მომენტია რომ დაიცით ნახე რომ ლიკერებმა დადეს თუ ოფიციალური პრევიუ გამოვიდა არ ვიცი. ანუ Luffy versus ანუ მზის ღმერთი versus იმუარიო 1051 თავშიო. იქნებაო, ანუ არ მგონია ბრძოლა რაღაცა იყოს, მაგრამ ლაიქ ეს მომენტი იქნება დაძაბნებული რომ თავის ბოლოს შეხვდებიან იმუ და ლაიქ ლუფი უბრალოდ იმუ ამ განკას თუ გარნიკა თუ რაც ქვია მაგოს სახით და ლაიქ ლუფი დაინახავს მაგას რა ეგ გონია რომ მოხდება მოკეთდა და ღამის 4 საათზე ვწერ ამ ვიდეოს ეხლა წავიკითხე ლაიქ ეს რა ჯანდაბა იყო ეს ანუ იმუს დალები ნახეთ ბუნებრივია იმუთან არა და ვნახეთ ლაიქ გარნიკაზე თუ განკო თუ რაც ქვია ამ გოგოს იმაზე და მაგის ტრანსფორმაცია ვნახეთ იდეაში უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორ გამოიყურება იმუ თეორიები უკვე შეგვიძლია დავასტყოთ ამაზე ახლა რაც მინდა საუბარი ის არის რომ ანუ თეორიები წამოვიდა ძალიან ბევრი რისი გაკეთება შეუძლია იმუსო და ანუ ერთ-ერთი თეორია ის შეხვდა რომ რაც ლაიქ არ ვეთანხმები არანაირად არ მგონია რომ სიმართლე იყოს რომ ანუ ყველა დემონური ხილის კოპირება შეუძლიაო ეგ არის მაგის ძალებიო მაგრამ ეგ მეეჭვება ანუ რო პირდაპირ ეგ იყოს მაგის ძალა პირველ რიგში არ მგონია რომ ოდამ პერსონაჟი ეგეთი ძალიან ძლიერი და broken overpowered ძალები მიანიჭოს მიუხედავად რომ თავარი ვილენია ლაიქ არ მგონია მეეჭვება ძალიან თუ კოპიებაც იქნება მაგ შემთხვევაში მაშინ მიამატებს რაღაც ძალიან ისეთ ნაკადს რომ ერთზე მეტის გამოყენება არ შეუძლიათ რომ რაღაც იქეთი ხო ხდებით რა მაგრამ მაგ შემთხვევაში ძალიან მეჭვება იმიტომ რომ ელემენტარული მარტო ლოუს და შავწორას ძალები რო გამოიყენოს და კაიდოსი მაგას რო გადააკოპიროს ლაიქ come on ეს მომენტი მაქვს რომ ძალიან ბევრი გვინახავს მაგალითად დოფლამინგოს რომელსაც string fruit ანუ ძაფების ხილი აქვს მაგრამ ძალიან მრავალფეროვნად იყენებს რა ხო ხდებით ანუ манипуляცია თავის კლონით შექმნა რაღაცა ხო ანუ სხვა შემთხვევაში გვინახავს ეგრე ძალები რომ ძალიან მარტივი ძალა აქვს მაგრამ ლაიქ ძალიან versatile მრავალფეროვნად იყენებს ხო ხდებით და ეგ მომენტი მგონია მეც იმუს და დიდებულად როგორც შუგარი აკეთებდა ხოლმე რომ ლაიქ კონტრაქტს დებდა ხალხთან მსგავსი ვარიანტი ალბათ დაკავშირებული რაღაც როგორც სათამაშოთან იყო დაკავშირებული აი თვაში დაკავშირებულია დემონთან ანუ ეშბაკთან რაღაც ეგეთი ხილი იქნება მრავალფეროვნად იყენებს უბრალოდ მაგ ძალებს რა ხო ხდებით ეგ მომენტი მაქვს და ეს თეორიაც მაქვს რომ ეს დემონური ხილის ძალა აბსოლუტურ საპირისპირო იქნება მეთქი და როგორც არის ნათქვამი რომ ლუფი შეზღუდულია მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოსახვითო ხო ხდებით და ყველაფერში თავისუფალია და ყველაფერს თავისუფლად აკეთებს ჩემი თეორიაა რომ ლაიქ იმუძალები იქნება იგივე ვარიანტში რომ როგორც ლუფის შეუძლია ყველაფერს წარმოქმნა მსგავს ვარიანტში იმუს შეუძლია ყველაფერს აკეთება უბრალოდ ხალხის манипуляციით დაძალებით და ლაიქ კონტროლით
და ანუ კონტრაქტის დადებით მარტივად მაგალითად როგორც გავუკეთებია ავტორს ლუფის და კატაკურის შემთხვევაში რომ ლუფი რეზინა და კატაკური მოჩი და მსგავსია ლუფის ძალების მაგრამ დააპგრეიდებული ეს ანუ ლუფის like როგორც მთავარი გმირი და გმირი და რაღაცა მსგავს ვარიანტი ან თავისუფლება და თავისუფლების მოტანა ხალხისთვის ასოცირდება და იმ შემთხვევაში მონობასთან და ხალხის კონტროლთან ანუ ხასიათში ჩაჯდება მარტივად რომ ვთქვათ იგივე ძალები უბრალოდ განსხვავებული აზრით და განსხვავებული გზით მიღწეული თეორია რო იყო ოროსეის ანუ დემონური ხილის ძალები არა აქვთო და რეალურად ან მაგიას რაღაცას იყენებენო და იმუს ძალებს იყენებენო არ მგონია ეგ ჩემი თეორია ეს არის რომ ნაწილი ძალებისა დემონური ხილით აქვს მიღებული და მეორე ნაწილი დამატებულია იმუს ძალებით და იმუს დემონური ხილით იმუს დემონური ხილი არ აქვს მაგია რაღაცაო like არ მგონია ეგ ანუ შეიძლება მაგიასავით მოქმედებს მაგის დემონური ხილი მაგრამ მე ვჭირდება რომ ოდა ბოლო არკებში რაღაც ახალი ძალა დააბადოს მოდი მგონია რომ არის დემონური ხილი უბრალოდ ეს დემონური ხილი არის versatile მრავალფეროვანი ისევე როგორც დოფლამინგოს ხილი იყო და ლუფის დემონური ხილი რომ ყველაფერს აკეთება შეუძლია ეგაა ჩემი აზრი